მოკლედ. გადავწყვიტე, რომ კახა სახლიდან წავიდეს. ცოტა რამე სისულელი არ გააკეთეს, უმეტ გადარიო ეს წყალი. როდის ერთხელ გამიკეთებია სისულელი, რასაც გეუბნები, შეიგნე რა, გააკეთე, დამიჯერე. ამ სახლის მეტი რა გაქვს? რა მოგაფიქრებინა, გოგო, ბინის ბანკში ჩადება? ისე გაგაქრო. საკუთარი ოჯახი კი არა, პოლიციაც ვერ გიპოვის ვერასოდეს. გააჯობა. არ ვიცოდით აქ თუ ვიყავი. სალი. გამარჯობა. მიზე ხო არ მოდიხართ? კიდე ერთ საათია ტაქსს ველოდები. მართლა დაჯექით, რა წავიდა. კაი, მადლობა, გადაწამ. ისე რა მოვიფიქრე? მუშაობა რო დააწყებინა. აი თუნდაც ჩენდა. საქმე ექნება, ცოტა ჭკუა მოემატება. რა ხდება? გაფუჭდა მაცივარი. უი, რა დაემართა? ვიცი, დილიდან დამხვდა ესე გამბორთული. დაძველდა რა. კი დაძველდა, მაგრამ ხომ მუშაობდა არა. აბა, მოგიმზადე, მაგრამ აღარ დაგისხიდე. ესე იგი, დღეს დილიდან მოდის SMS-ები, ფასდაკლებები, თანაც გრანდიოზული საოჯახო ტექნიკაზე. ვაი, შეთანხმებულად მუშაობენ ეგ. ვიცი მე მაგათი ფასდაკლებები. ხო, მაგრამ შესაძლებელი მართლა გვაქვს. კარგი დედი, მაგის დროა ახლა. გასაკეთებელი კი არა, საყიდელი ფული სადამ აქ ახლა მე. კარგი, არა უშავს, ვიზამთ რამეს რა. ეხლა ამათ რა უნდა უყო? რა ვიცი, გადავარჩევ ხა, რაც ისეთია გავიტან ლეილასთან, აბა რა ვქნა და ეს ჯემები და ატმები იყოს ესე. ეს ვაშლის ჯემია? საუზმეც ვეღარ მოგიმზადე. ეგაა მაჩვენე ხოვაშლი. შენ ნუ განიცდი ყველაფერს. პურზე ჯემის წასმას რაღა უნდა? არა. ეს ეხლავე გასატანილი. სალი, მოდი! სალი, შეიწვა უკვე! სალი, გამზადდა, მოდი! ალო? ნათია, არ გამიწიშო. მე დაგელაპარაკო. არ მინდა შენთან ლაპარაკო. ნათია, უნდა გნახო და გელაპარაკო. არაფერი მექვს, შენთან სალაპარაკო. სალი!
ხო გითხარი რა მშია? შენ კაცმა რო გითხოს, საროსთვის არ გშია. დაჯექი. არ მშია, ჭირდა რა ვქნა. მე გასასვლელი ვარ და ვეღარაფერს ვეღარ მოგიძახ. სად მიდიხარ? სალონში. ხო, თმას იჭრი? არა, ვივარცხნი. ვარცხნი? ხო, ადრე არ დადიოდი. ეხლა გადავწყვიტო რომ უნდა ვიარო. კაი, როგორც გინდა. სხვათა შორის შენს პარიკბახეთთან მივდივარ ნატასთან. ხო, ნატა კაი გოგოა ძალიან. აბა ცუდო ხوار წავალ. უთხარი რა დედა ჩემი ხარ. აუცილებლად. შენ დაგიმატო კიდე? კი. რო კითხოს კაცმა არ გშია. დედა რატო იქცევი ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა? მოხდა სალი. მაგრამ ყველაფერმა გადაიარა უკვე. ხო და მგონია რომ თავს იტყუებ რომ კარგად ხარ. აბა როდემდე უნდა ვინერვულო ესე? არა, ინერვიულად ხო არ გეუბნები, უბრალოდ ადეკვატურად მოიქეცი ცოტა. სალომე, ძალიან ადეკვატური ვარ და ძალიანაც კარგად ვარ. კაი. წავედი ახლა. ეგრე ხარ? ესე როგორ? იარლები გაქვს. ახალია. ჩავიცი რომ შენთვის მეჩვენებინა. კარგია ძალიან. ხო და წავედი მოკლედ ახლა მე და ჭკვიანად იყავი შენ. ტელეფონი დამჭა. წავედი ხო მართლა. კარგად. მიზადე არ დაგაგვიანდეს ისტორიაც ხო უნდა გადაიმეორო. აუ, ბიჭო, საერთოდ ამომივარ და თავიდან შენ მოვასწავარ არ მახსოვდა. რა დღეა დღეს? ო. კი, მიულოცე, რას მობას გაფიცებ ჩემგან. მოვალ, აბა რას ვიდებ შეჭი. აი, მინდი აბა მიულოცე არ დაგავიწყდეს და მოვალ. აი. ვინ იყო უნდა დალიო ახლა? ლევანას სოლის დაბადების დღე ყოფილა დღეს. რა ქვია? ხო არ გახსოვს მაგუში? არა. ო, ნია. მაგა, ეხლა დამირეკა და მითხრა რომ მარტო ბიჭები ვიკრიბებით, სწორედ წაგიყვანდი ხო იცი რა. არ მინდა დათო. აღონ არ დალიო ახლა დღეს და ლეილა არ გააგიჟო. კიდევ რა საერთოდ გადაიფიქრებს იმ ბინის ჩადებას. კარგი, მაშინ ახლა დავრეკავ და ვეტყვი ბიჭებს. ბიჭებო, უჩემოთი ქეიფეთ, მე სიდედრი არ მიშოვს მეთქი, კარგი? აი მაგის თქმა ნამდვილად არ არის საჭირო. მაგა რა გჭირს? შენ ჩაგატა? არავინ არის. ლეილა იქნება მაღაზიაში იყო ჩასული. გამარჯობა თანადეი და მოგწანდი. დილა მშვიდობის, როგორ ხარ? როგორ ხარ? რა ვიცი, ლეილა არ არის? მაღაზიაშია ჩასული. გამარჯობა და თუ გენაცვა. მაკა, მაცივარი გამიფუჭდა. უი რა სამბო? ხო, აბა, და ხელოსანიც ვერ მომყავს ჯერ. ან ფრეონი იქნება ჩასამატებელი ალბათ. უფ, რა ვიცი. მაცივარში თუ გაქვს ადგილი, იქნებ ორი დღე კი, შემინახო. როგორ არა, თან მაღაზია არ ნერვულობ, აი. ეხლა იცი, ეს პატარა ქვაბია და კიდე ერთს მოვიდა, კარგი? ნანდი, რა არის, მე მაქვს ხელოსნის ნომერი, მაცივრის და თუ გინდა მოგცემ რა. უი, მადლობა შვილი. ლეილასაც აქვს რაღაც ნომრები. ის მეორე ხო დაეტევა აქ. კი, პატარაა. თუ გინდათ ამ ქილებსაც გამოვიღებ. არა, შვილო, დიდი მადლობა. კარგი. მოკლედ, სოლარიუმის თამუნა არ იქნება ამ დღეებში და ჩვენ უნდა მივხედოთ რა მაგ ამბავს. ოი, და რამდენი ხნითაა წასული? აუ, არ ვიცი, მე კიდე ჩემი იმდენი საქმე მაქვს რა. მოკლედ, აი ეს არის სოლარიუმში ჩაწერილების სია. და ეს ყველა დღეს არის ჩაწერილი? ხო და იმედია ყველა თავის დროზე მოვა. მიხედავ ხო შენ მაგ. ხო, მივხედავ რა პრობლემაა. რამ გააგიჟეთ ეს ხალხი ამ გაშავებაზე? გაშავებაზე არა, გარუჯვაზე. ხო რა ვიცი, ერთ და იგივე არ არის? შავდებიან ყანაში და ქალაქში ირუჯებიან.
იცი რა, მე მგონი შენც მოგიხდება, უნდა ცადო. მე? ხო, შენ ლამაზი გოგო ხარ. ცოტა რუჯი ნამდვილად. არა, სოლარიუმში დავწერ შეიძლება გული გამისკდეს. კაი, მოკლედ, მიხედე რა. ხო. და შენ სად მიდიხარ ესე სასწრაფო? მე ბანკში უნდა გავარდე, კრედიტზე უნდა გავარკვიო რაღაც. მეც წავალ მაღაზიაში რამე ხوار წამოგიღოთ. არა. კაი, მიდი და მივხედავ მე და მომეხმარება. უი, არ დამიმთავრებია. თიკუნა მოვა, ჩემი ახლობელი. გახსოვს იმ დღეს მელირება რომ გავუკეთე, მე და შენთან დაჭდა მანიკურზე. ხო და ძალიან თხოვ, არ მყავს ჩაწერილი და შეუშვი რა. მე როგორ შეუშვა? აი 10 წუთიც არ უნდა, ძალიან თხოვა. კაი, რამეს ვიზავ. კაი. და შენ დაბრუნდები დღეს? ხო, აბა რას ვიზავი, ხარ დავრჩები. მაკიაჟის გაკეთებას ვერ მოვასწარი რა. ამ ტაქსისტმა ხო საერთოდ გამარეკინა. რა უნდა? გოგი, ჩაჯექი თუ არა ეგრევე? უთხარი მეჩქარება მეთქი. ჯერ საწვავი უნდა დავამატო. მე ხურდა არ მაქვსო, აი გამაგიჟა, ნუ. მაგათ ხურდაზე წუწუნი პირველად გესმის თუ რა. შენი მანქანა სად არის? კიდე გაფუჭებულია? მე არ მკითხა. ხელოსნებმა ხო საერთოდ სისხლი გამიშრეს. შემოხედე დასამატებელია კიდე? მე არა რა, ამბავი არ გინდა მეტი. აი პროსტა იმდენი ზრდილობა რო არ გექნება. კალგიზის მანქანაში და არ შეიგინო რა. აი მაგათი ნერვები რო არა, მაგ იმიტომ დავდივარ ჩემი მანქანით, თორე სოფო ისე მეზარება ხანდახან საჭესთან ჯდომა ამ საგიჟებში რო არ ვიცი. გოგო, ებო როგორ ახართ? მე ძალიან დავაკვიანი ხო? ვინმე ხარ მიკითხა? ახლას უყურე რა ეს რა. აია, შენი უფროსი აქ მე ვარ და აი ახლა გეკითხები, სად იყავი? სად იყავი კი არა, რა მოიტანე? თეფშებია რა. რა თეფშები? თალიკომ გამომატანა. გუშინ ყავდა ექიმთან. იმდენი წამლები გამოუწერეს, იმდენი წამლები რომ აი თავისი პენსია კი არა, ჩემი ხელფასიც რო დავამატო, მაინც ვერ ვიყიდე რა. ოი, თალიკო ისინი მოხუცი? და თეფშები რა შუაში? რა ვიცი, წაიღე და გაყიდა, მაგით მაინც ვიყიდოთ წამლები. აი მე საწმარი. გოგო, ვის რაღაცში უნდა ეს თეფშები? ისაც ქონა ყველა გადაყარა. მანახე ერთი რა ხდება. აია. ამის მყიდველს შენ ნამდვილად ვერ იპოვნი. თავის დროზე ძვირი კიღირდა, მაგრამ ეხლა ნამდვილად აღარავის აღარ უნდა ეს თეფშები. ცილია, ვიცი, მაგრამ რა გავაკეთო მითხარი. აუ, თალიკოს ალბათ გონია, რომ ძალიან დიდი სიმდიდრე ჩააბარა. ამ წამლების გამო ხათ მალების აღება გამაკობა რა. დოლი არ ამის ხოლმე მოვიფიქროთ. მიდი ხა შენის თეფშები შეინახე. რაღაცას მოვიფიქრებთ. კაი რა. უჭიჭინებ მე რა შუაში. აბა სულ ერთნაირად თამაში. შენს რატო გეშლება სულ ერთი და იგივე? გოგოსავით რა თამაშობ მაგის რა. ხო. ბოდიში შემომერღვია თქვენი უფლები. აღარ მინდა რა. აშვებით. დიახ. შიქ ხო არა, რა გახურებს, ეგ ამის გადაყური. აი დაანები გამოცდა აქ. ერთხელ ჩაიჭერი, არ გაინტერესებს რა შეგზნება. მამეთ ხო იცი, კაცმა ძმაო ყველაფერი უნდა გამოცარტოს. ჯასნი. და შენს ერთხელ ცადე პირველივეზე ჩაბარება გადავარების გარეშე. გამიჯობა. გამიჯობა. ია. ეს გოგო კიდე სოლარიუმში შედის? ეგ სუდადის. ეს ბაიჭაძე რატომ ყავს ჩაწერილი?
ელენე, ბატონო. მოდი დამთავრე რა შენ მონიშნებს დაურეკე და გადაამოწმე მოდიან თუ არა და ვინც სიაში არის გვარის მიხედვით შევშვი, კაი? კარგი, აი მადლობა. გამარჯობა. სოლარიუმში ვარ. კი ბატონო, რომელ საათზე ხართ ჩაწერილი? ეხლა. მაშინ ეს სახელი და გვარი მითხარით თქვენ. თიკუნა ყიფიანი. არ წერია აქ თქვენი გვარი და ვინ ჩაგწერათ? ვიკა. არ წერია. აი ისე არ გამოვა რა შევიდა? არა, ისე რანაირად გამოვა. უკაცრავი ჩვენც ველოდებით. არა, დამხალი რა. სად არიან შენი მეგობრები? სულ აქ არიან ხოლმე. რავი, რატი მეცადინეობს როგორც ყოველთვის, რაც გამოცხები აქვს თავის. თაკო მუშაობს, სიკა და სალი სადაც გავიდი. ვუთხარი ჩემს. რა უთხრა? ორსულად რა ვარ. მერე? რავი, გაიხარდეთ. გაიხარდათ? ხო. ახლა? ხო, დედა ჩემს დაურეკე. დაუთხარ, აბა რას მეტყოდა. რავი, მამა შენი? მამა ჩემს რო ჩავალ კიდე დაველაპარაკები. გითხრა ჩამოდიო? არა, ისე რავი. ორ გაგიტრაგე. არა. შვილი ვის არ გავიხარდები. შენ როდის უნდა უთხრა? რავი, ვეტყვი ამ დღეებში. ხო არ გეჩხობებია? მე არა. თუ გინდა ერთად უთხრათ. არა, ასეჭ. პრინციპში ნანადეი და ისეთი საყვარელია ძალიან გაიხარდება. აი ნახო. საყვარელი კი არ მოგვისმინე, ხო? მაშინ ეტიროს მოდაიწყებ. რა არის? მოკლედ, ბაია. ის მედიკამენტები, რაც შენ თალიკოსთვის გჭირდება, შეგვიძლია დასვევით გავაკეთოთ. თქვენ გონიათ ეგ არ ვცადე? მაგრამ საყოველთაო დასვევა არ ანაზღაურებს ამ წამლებს. რა შურჩულებთ, ბანკს კი არ წარცვავთ. მოკლედ, თალიკოს დაავადება შენ უნდა დაიბრალო და წამლების პრობლემაც მოგვარდება რა. შენ ხო გაქვს კორპორატიული დასვევა, ხო და აგინაზღაურებენ. მე ვიცი, ჩვენ ერთნაირი სადასვეო პაკეტები გვაქვს. მართლაც გეუბნება. არაფერი არ შევდება, ბაია, დამიჯერე. არა, ესე არ მინდა. რა არ გინდა, გოგო? მაშინ იარე ამ თებშები და მოძებნე კლინიკაში, ვინმე ვისაც ხალი ჩააქვს კედელზე გაკრული და იქნებ თებშების დაკიდებას მოუნდეს. ბაია, საშიში რო იყოს, როგორ გონია, გეტყოდი? აბა მოკალი ის ხალი უწამლოდ. მე ჯვარის წერია რას ამბობ? ხო და დაგვიჯერე. პრობლემა არ იქნება? თალიკოს გამო რამენაირად ეხლა თავს არ დავაჭერინებ. კაი. რაღაც ვიქთხო რა. რა ხდება? შემდეგ რო წახვალ დასაშვებად მე წამოყანეთ. კაი, პროსტა არ გეშინია. არა, არ მეშინია. ნუ თუ იქ შემეშინდა გავჩერდები. ვეტყვი კერესას მაშინ. ხო რა, თან იმასთან ერთად ყოფნა სახე შემეწყვია. ესთან ცოტნეს და რატო? რაღაცნაირი. თან ხოლმე დავეშავდეს მე აღარ მინდა მოსვალდეს სიარული. ცოტნეს რომ გაუწყდება მე. გაუწყდეს არ კიდია? კაი, ხო ვეტყვი კერესას, პროსტა მართლა ძალიან საშიშია. კაი, ვიცი ჩატა, მაგრამ მინდა. კაი, ხო. დე შენ ხარ? დედა. ვაკა ხარ? ხო. ეშენ სადარ? სალონში წავიდე. დიდი ხანია? რავი, კი ამოვა ეხლა მაგრამ. რა ძალიან კარგი, ხო იცი რომ გაბრაზდება ხა აქ და გინახავს. აღარ აქვს, მთელი დღე უმორეკავდა არ მელაპარაკება. არ დაგელაპარაკება, იმიტომ რომ არ უნდა შენი დანახვა. გასაგებია რომ არ უნდა ჩემი დანახვა. უნდა ამახსნებინოს რაღაცა. ეს პირდაპირ სახელიდან გაგდებობს გოგო. რა უნდა აუხსნა, რატო უხალატე?
სალე მე და შენ ხო ვილაპარაკეთ ამაზე. შენ ხო გჯერა რომ ეს ერთად მოხდოთ მორჩა. ხო, მე მჯერა. ხო და ნათიასაც უნდა აუხსნა ახლა სულ. რა ვქნა არ მისმენს, არ მელაპარაკება. ხო, ეხა აქ და გინახოს უფრო გაბრაზდება. აბა ხო წავიდე. ხო, წადი და აცადე ცოტა ხანი რა. ცოტა ხანი რამდენია? ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თუ ორი თუ რამდენია? არ ვიცი, როდის გადაულის წყენა. შენ უნდა დამეხმარო სად? მე რაში? უნდა შემარგო დედა შენთან. როგორ? შენ როგორ უნდა დადაბარგო, უნდა აუხსნა. ხო გინდა რომ შეურიგდე დედა შენს, არა? ხო, მინდა, მაგრამ მე იფიქრებს რომ შენ მხარეზე ვარ. მე რა მაგასთან. ასეთოთ დამნიშნულება აქვს ხა ვის მხარეზე ხარ? უბრალოდ გინდა რომ შენი მშობლები ერთად იყვნენ და ცდილობ ამაში დაარწმუნო. ძალიან გაბრაზდება რა. არ გაბრაზდება დამეჯერე შენ რა. შენ დაელაპარაკე. უთხარი რომ ეს ერთხელ მოხდა და მორჩა. აუ ეგ შენ უთხარი ჯერ. რანაირად უთხარს მელაპარაკება? აი ხო დაელაპარაკე. აი ხო. დაელაპარაკე ხო. დაელაპარაკე. აუხსენ ნოც. მართლა მინდა რომ შეურიგდე. მიყვარს დედა შენ. შენს მიყვარს და ჩემი სახლის მიყვარს და ეს ოჯახი მიყვარს და მინდა რომ აღვიყო. დაელაპარაკე. შენ რო დაელაპარაკები? შენ უყურებ. მე იქნება სხვანაირად ყველაფერი დამეჭა. ჩემი სავარჯიშო ოტასები დამჭა და წავერებ. აი მიდი. შენ აქ მეგონი არ არის, აი მასე ნახე რა. ეხა საგიჟეთი ძალიან ძველი ხალხი იყო ეს. შენ რო არ ყოფილიყავი, არ ვიცი რა ვიზამდი. აბა რესთვის არა. ელენე, სახლში მივდივარ მე და წამოხვალ შენ. კი,ახლავე. და ვიკა სადა ამდენი ხანი ყო? გავიდა და არ დაბრუნებულა ჯერ. კაი, რას თქმა მინდოდა და მერე ვეტყვი, წავედი, ნახვამდი. პაკა. რასაც დაგავალე, ხო შეიძლება რომ ადამიანურად შეასრულო. რა მოხდა? რა მოხდა? ხო გთხოვი, არა თიკუნა მოვა და სოლარიუმში შეუშურიგოთ თქო. ხო მე მითხარი, მაგრამ არ მოსულა. რა არ მოსულა, გაგიჟებულმა დამირეკა, გოგომ, ჩემი ფეხი აღარ იქნებაო მანდო. ხო მე ვიკა მართლა არ მოსულა ძმას ფიცა. არ მინდა შენ დაფიცებები, მოიცა რა. ეგ იცი რის ბრალია, რასაც გეუბნებიან, არ ითვალისწინე. გატყუებ აბა? აბა ის მატყუებს? ფეხებზე კიდია რა, რასაც გეუბნებიან. მიყურე ახლა. შეეშვი რა არ გინდა რა. ახალი რო დავითრიოთ. ძვირი დაждდება. Привет. სად ხართ ამ დღეს? აუ რავი ჯონათანი მოგცეთ ძალიან ბევრი დავარი. ჯონათანი წამოგიყვა. კერეს წამორა რაღაც უნდა გითხრა. წამო. კერეს. ხო. ანი წავიყვანეთ რა დღეს. სად წავიყვანო? ჩვენთან ერთად დასშვებოთ. სადოს ანიმოს. ჯერ ერთი ანისთვის ადრია და მეორეც სოტნი მარტო დავტოვოთ? რა მოხდა მე სადოს რა? ძალიან უნდა. საყურებლად წავიყვანოთ? წესიერი ველოსიპედი არ ყავს. გამოვართოს მე ცოტნეს. ეგ ვაფშე რა პონტია. სოტნი დავტოვოთ და თან ველოსიპედის გარეშე? მაგაზე ხო ვილაპარაკეთ არა? როცა მზად იქნება ორივე, მაშინ წავიყვანოთ. არ წავედით? ხო. არა, ჩეპე. მოკლედ ჩვენ წავედით და სოტნი და ანი თქვენ დარჩით რა. აუ დღესაც. ო რა, სოტნი არ არის მზად და შენთვისაც ადრეა რა. წავედით რა. წავედით. წამო რა იქით ვიკატავთ. და რა მნიშვნელობა აქვს სწორზე აქ იკატავებ თუ იქ? ხვდები რომ შენ გამოდამტოვეს. სად მიდიხარ? ტაქსში. რა გინდა აქ? ნათია, უნდა დავილაპარაკოთ.
არაფერი არ მოქვს შენთან სალაპარაკო. პირდაპირ ჩხუბზე ნუ გადმოდიხარ. დავშვიდი, უნდა დავილაპარაკოთ. ეხლა წაითარი აქედან. თელდღია გერეგამ არ პასუხობ. ეხლა გინდა რომ საქმე გამაგდო. მომისმენი, სხვა ყველაფერი მთხოვია. სიტყვის გაგონება არ მინდა შენგან. სანამ არ მომისმენ, არცადაც არ წავალ, გიგე? რას ქვია არ წახვალ? ხო, ჩემი სახლია და არ წავალ, ხო? აი რა გჭირთ რა ბავშვები იქცევით. შენი სახლი. ჩემი სახლიცაა და მოვითხოვრება ეხლა წახვიდი აქედან. თუ დამაცდი ლაპარაკს, ყველაფერს აგიხსნი. სალომე, ეხლა უთხარი ამ კაცს რომ აქედან გაეთარიოს. გეხვეწები მართლა წადი რა. სანამ არ მომისმენს, როგორ არ წავალ. არ გელაპარაკება ხო ხედავ? უნდა დამელაპარაკოს, მე მოვიდე ჩემ ოჯახში და უნდა დამელაპარაკოს. ოჯახი, ეხლა გაგახსენდა, ხო ოჯახი. წლების განმავლობაში როდესაც საგინდა და მაშინ რომ მიდიოდი და მე მოდიოდი და სადაც გინდა და იქ რომ დაეწევ. დავეთრაოდი მე, მუშაობდი. მეც ვიმუშავებდი. თუ საკმარისი განათლება მაკლია. ინემ რამე დაგიშავა? გემუშავა. ეხლა არ დამიშალა. შენ რაღაცები გავიწყდება მე. არაფერი არ მოვიწყდება მე. ეხლა გაეთრია. არცადაც არ მივდივარ მე. პატრონს გამოვიძახებ. გამოიძახ მიდი. გამოიძახ და რას ეთქვი? რას ეთქვი რომ მე მაგდებს ჩემი საკუთარი სახლი და? მიდი გამოიძახ, მიდი. მიდი არგე. ვერ გამოვიძახებ. მიდი. ალო? დიახ. პატრულის გამოძახება მინდა. სალი, მამა, სალი. მოდი, პატრულს შეგავს რომ მე გამაგდო სახლი. შემოიჭრნენ. დიახ და ვერ ვაგდებთ. ბაზალეთის 10 მესამე სართული ასრობინა. დიახ, ვადასტურებ გამოძახებას და გელოდებით. ეხლა წარწოეთრება. რა დაგემართა? მე რა დამემართა? ამან დარეკა პატრულს, მე რა დამემართა? გეხვეწები წადი რა. აი, შენ რომ თქო მარტო მაგდო მინდა. ხო. პატრულში რომ დაგარეკინა. არ მიდიოდა ისედა. და პატრულში უნდა დაგერეკა? ალო. გაუქმება გვინდა გამოძახების. ბაზალეთის 10 ნომერი. არა, არ ხდება არაფერი. შენ უნდა გააუქმო, რა მე არ მოვუქმებია. დიახ, გაუქმება გვინდა. არავინ არ მაიძულებს გენაცვალება, გაუქმება მინდა გამოძახების. ვაუქმებ და ეხლა ძალიან გთხოვთ, თქვენც ნუ მიშლით ნერვებს. და რა არის ახლა ეს? მაგრამ ეს არის შენი ქმარი. როგორ გთხოვე, პროსტა არ დალიო მეთქი რა. არის ლევან არის ჩემი ძმა რა. ნუ ყოველი ხარ ხა და წამოდი დაწექი რა. აუ მაგუში. იცი რა სუპრარეიჩი და წამოდი დაწექი რა. წამოდი ლეილა არ დაგინახოს ესა და სულ გააგიჟებ იმ კაცს. ადექი რა. არ არის ჩემი უსაყვარლესი. მეზობელთან არის გასული და შემოვა ეხა ადექი. იდი აი მეზობელთან არის, ორი მაგის თავი ნამდვილად არ მქონდა რა. ხო და წამოდი რა. სხვა რაღაცების თავი მაქვს. დათო. მე ვარ შენი ქმარი. როგორც გეტყვი ისე იქნება. ბავშვი მეცადინეობს ოთახში. ადექი ხა წამოდი. აი დადი მიდი მას წყალი მომიდა. რაო ლეილა? არაფერს არ ლაპარაკობს მართლაც. აუ მაგუში, შენ თავს ფიცავ დღეს? აუჩი სუპრაზე. ყველა მქონდა რა მაგარი ბიზნეს გეგმა გაქვთ რა. იმენ ფაიზარიაო რა, შენ თავს ფიცავ და ძალიან მაგრად მოვიფიქრებია. შენც ხო გჯერა, ჩემ თავს გაფიცებ რა. კი დათო, ოღონდ ხა ადექი და წამოდი დაწექი რა. როჩე რა, საკუთარ სახში წესია. ვერ დამიძინია რა კაც, რა ფერია რა.
მედიდა ჩამაბარე რა. Why aren't you working? It's too hot. Now I'm working. Why aren't you working? It's just too hot. აი ბოლო ორი ხაზიც ისწავლე და მე ერთიანი ჩამაბარა. მოგიკვდეს ბებო. შენც ეგრე იკლავდი თავს მაგ ინგლისური და რაში გამოგადგა. აი მე და მოუკვდი ამ ზევით სირბილით აღარ შემიძლია. გაგიზო წნევა? არა რა წნევა. ქვევით იზოლდა შემხვდა და იმდენი მექაქანა თავი ამხადა. წამალი? წამოს დავლევ მომენტი. მიდი ბებო, შენ წამიკითხე შენი ინგლისური ლექსი. Why aren't you working? It's too hot. Now I'm working. Why aren't you working? It's just too hot. I want to get stop from the restaurant. კაი, არა უშავს მე ისწავლე. ჩაი გაიკეთა? არა, ჩაი არ მინდა. მე მინდა რომ კარაქიანი პოლის. კაი, მაგრამ პური რო არ გვაქვს. კაი, ჩავალ მოვიდა სანამ მაღაზია დაიკეტება, ნუ. შენი ქმარი სად არის? წინავს, დაღლილი. წინავს უკვე. რამ დაღალა? მანქანების საქმეზე იყო და დაიღალა. სხვა ხო არაფერი გინდა. ერთი მინერალური ამომიტანე. რომელი გინდა? მე არ მინდა. შენი ქმარი რო გაიღვიძებს დილით პახმელიაზე იმას დაალევინე. ეგრე ბებო, ტყუილის თქმაც უნდა იცოდე. მიდი იმეც ადინე. მამაკაცთა ცხოვრება არ შემიძლია. მთელი ცხოვრება მატყუებდა. და ასეთ რაღაცაზე თვალე როგორ უნდა დავხუჭო არ ვიცი. აუ როგორ გავერთოვი, ძალიან. იცი პარიზშიც არის დისნეილენდი. ხო, წაგვიყვანენ? წაგვიყვანენ. ჩვენმა სტუდიამ მიიღო მოწვევა საფრანგეთიდან და გვინდა გავუშვათ ბავშვები საფრანგეთში, დიახ. სალი, ჩვენ ხარ? მე ვარ, სალია. ეხლა მამაშის მოიწონებოდა ეგ ყველაფერი, როგორ ფიქრობ შენ? ჩემი. ხო. ჩემი რო იყოს. იდეა.